და ერთი ქარხანა ფაბრიკა არ აუშენებია დასავლეთ საქართველოში. ჩინეთს სხვა პოლიტიკა გააჩნია. ანუ ის რაც ჩვენთვის სანატრელი გახდა სამუშაო ადგილების შექმნა, ჩინეთთან დაკავშირებული ეკონომიკური საკითხები ბევრად სწორი არის, ბევრად შესაძლებელი არის, ვიდრე მთლიანი ევროპისთვის. და ელემენტარულად ავიღოთ, ჩინეთთან გაფორმებული სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში არავის მოუთხოვია შენთვის ესქენი, მოიხსნა ვიზაც, დაინიშნა პირდაპირი რეისებიც, რაც ამერიკელებთან არასდროს გქონია, არავის დაუმადლებია ეს ჩვენთვის, ჩინური ინვესტიციები შემოვიდა საქართველოში და სხვა ძალიან ბევრი რაღაცაც. ჩინური დერეფანი საქართველოში ამოქმედდა, რაც არ გაუკეთებია ევროპას არასდროს. არ გაუკეთებია ამერიკას არასდროს. ჩინეთი ჩვენთან შემოვიდა მშვიდობიანი პოლიტიკით. ახლა მე მესმის რომ აქ ბევრი გამოხტებიან, აბა ქვეყანა მივყიდოთ ასე ხმაც ეს იდიოტებზე მე არა მაგ ლაპარაკი. ქვეყანაში შენ როგორ დაიცავ შენი ქვეყნის დემოგრაფიას და შენი ქვეყნის ტერიტორიას, ეს შენი ამბავი არის. აქ საუბარი არის სტრატეგიული პარტნიორი ვინ უნდა ყავდეს საქართველოს. ჩინეთი არ ითხოვს საქართველოსთან ქართველი კაცის ცხოვრების წესის შეცვლას. ჩინელები არ ითხოვენ საქართველოში გეი პარადების ჩატარებას. ჩინელები არ ითხოვენ საქართველოში გინდა თუ არა კომუნისტური იდეების გატარებას, რომელიც თავად გააჩნიათ. არ გააჩნიათ მათ ესეთი ინტერესი. ჩინური ინტერესი არის პრაგმატიზმი. ჩინეთისთვის საქართველო არის გზა და პარტნიორი, რომლითაც მის მთავარ ერთ-ერთ სავაჭრო პარტნიორს ევროკავშირს უნდა დაუკავშირდეს. საქართველო შეიძლება აღმოჩნდეს ის ქვეყანა, სადაც ჩინური წარმოება განვითარდეს და ჩინური ინვესტიციები უფრო ახლოს შევიდეს ევროპის ბაზარზე. პრაგმატული შეხედულებით ჩინეთი ჩვენთვის არის ყველაზე საუკეთესო ვარიანტი. ასევე ჩინეთს შეუძლია ძალიან დიდი მე სადღაც შემხვდა ერთი მომენტი, მაგრამ ვერ ვნახე შემდეგ ეს ვიდეო, სადაც ჩინეთის ელჩს კითხეს, ჩინეთი თუ კი იქნებოდა ქვეყანა რუსეთს და საქართველოს შორის მშვიდობიანობის, ანუ შუამავალ ქვეყნად თუ კი გამოდგებოდა, სადაც ჩინეთის ელჩმა უპასუხა, რომ ჩვენთვის საქართველოს მთავრობას არ მოუმართია, რომ მსგავსი როლი შევასრულოთ რუსეთს და საქართველოს შორის, მაგრამ თუ კი მოგმართავს ჩვენ საქართველოს ხელისუფლება, ჩვენ მზათა ვართ, რომ ამ საკითხით დავინტერესდეთ საქართველოს და რუსეთს შორის. ანუ ჩინეთს, რომელიც ასევე რუსეთზე საკმაოდ დიდი გავლენის ქვეყანა არის, მათ შეუძლიათ, რომ რუსეთთან ურთიერთობაში საქართველოს, თუ კი ჩვენ ვერ ვახერხებთ რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზებას, ჩინეთის შუამავლობით მოხდეს რუსეთთან ურთიერთობების დალაგება, ვიდრე დასავლეთის მეშვეობით, რომელიც მთელი ამ ხნის მანძილზე ყველა მოლაპარაკებაში იყო ჩამჯდარი, ყველგან ჰქონდა ცხვირი შეყოფილი მხოლოდ და მხოლოდ ერთი მიზნით, რომ არასდროს არ მომხდარიყო საქართველოს და რუსეთს შორის ურთიერთობების დალაგება. იმიტომ რომ ეს არ ჯდება ევროპის პოლიტიკაში, ეს არ ჯდება ამერიკის პოლიტიკაში. ეს არის მათი პოლიტიკა. ინვესტიციების კუთხით, ტექნოლოგიების კუთხით, განათლების კუთხით, უსაფრთხოების კუთხით, ყველა მხრივ ჩინეთი ამ მომენტისთვის არის საქართველოსთვის აბსოლუტურად იდეალური ვარიანტი, რომ გახდეს სტრატეგიული პარტნიორი და საქართველოს და ქართველმა ერმა იცხოვროს ბევრად უკეთესად, იგრძნოს თავი მეტად დაცულად, მოხდეს ქართველი ერის განვითარება ბევრად უკეთესად, ვიდრე ეს ხდება დასავლეთის მიმართულებაში, იგივე რუსულ ვექტორზე და იგივე თურქულ ვექტორზე, რამაც შეიძლება ჩვენ ქვეყანას მოუტანოს. აი, ეს არის ჩინეთთან სწორი, მე ხაზგასმით ვამბობ, სწორი პარტნიორობა. და ჩინეთი რომ დაინტერესებული არის კავკასიის უსაფრთხოებით და ჩინეთი რომ დაინტერესებული არის საერთოდ რეგიონში არსებული მშვიდობით, ამას ორი აზრი არ ჭირდება. მე არ ვამბობ, რომ საქართველოში უნდა გაიხსნას ჩინური სამხედრო ბაზები, ჩინეთს არც აქვს. ერთადერთი სადღაც ჯიბუტიში აქვს, მე მგონი რაღაცა ფლოტი, ჩინეთს არც აქვს უცხო ქვეყნებში სამხედრო ბაზები. არ არის ეს მათი პოლიტიკა, რომ შევიდნენ სადმე ბრძოლით, დაპყრობით, განადგურებით.